გამარჯობა მეგობრებო, ეს ვიდეო არის მაღალი დონის სტუდენტებისთვის, მაგრამ ქართულად იქნება აუცილებლად წარწერები, დღეს რაზე მინდა გესაუბროთ. ზოგადად ასეთი ვიდეო იქნება ახალი, შევეცდები ხშირად გადავიღო, მაგრამ სამწუხაროდ რადგან ძალიან დაკავებული ვარ და ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს, იშვიათად ვახერხებ ვიდეოების გადაღებას, მაგრამ შევეცდები უფრო აქტიურად გადავიღო ვიდეოები სხვადასხვა დონების მიხედვით. ეს ალბათ ძალიან ჩემი აზრით მაღალი დონეა. ამიტომაც შეიძლება ბევრი ახალი სიტყვა იყოს, მაგრამ რადგან აქ წაიკითხავთ, შეგიძლიათ შემდეგ ლექსიკონებში მოძებნოთ ეს სიტყვები. ხო. დღეს რამზე მინდა გელაპარაკოთ? უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ სწავლობ ახალ სიტყვას პოლონურ ენაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლონური კარგად ვიცი, ვიტყოდი, საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ არის ახალი სიტყვები, რომელიც რა თქმა უნდა არ ვიცი. ეგ ქართულშიც ხდება ხოლმე, როცა ვკითხულობ, ახალი სიტყვა. ინგლისურშიც და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს რა დონეზე იცი ენა, ყოველთვის იქნება რაღაც ახალი სიტყვა. მით უმეტეს ეს პოლონური, ესე ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცი და ამიტომაც ამ წიგნის კითხვისას რამოდენიმეჯერ შემხვდა ეს სიტყვა. ეს არის მეორე ტომი, პირველი ტომი წავიკითხე უკვე, საბერძნეთზეა, ძველ საბერძნეთზე, ანტიკურ საბერძნეთზე, ზოგადი ისტორია. საკმაოდ საინტერესო წიგნია პოლონურად, მოკლედ. ერთი წიგნი წავიკითხე, მეორე დავიწყე და მოკლედ ამ ორივე წიგნში შემხვდა ეს სიტყვა რამოდენიმეჯერ, ეს არის ზმნა. პოლონურად არის ცეროვაჩ, ქართულად იქნება კემსვა, მე ვიცოდი ამ ზმნის სინონიმი, რომელსაც ხშირად ვიყენებ სალაპარაკო პოლონურშიც და ზოგადად იყენებენ პოლონელები, ამიტომაც კარგად ვიცი, მაგრამ აი ეს სიტყვა თითქმის არასდროს არ შემხვედრია რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ წიგნში შემხვდა. 3-ჯერ არ 4-ჯერ, ზუსტად ვერ გეტყვით, არ დამიწერია რამდენჯერ შემხვდა, მაგრამ თქვი რომ მოდი ვისწავლი, რადგან წიგნში წერენ, ესე იგი ხალხი აქტიურად იყენებს, მეტნაკლებად მაინც. და თან აგრეთვე მიყვარს ზოგადად სინონიმების გამოყენება ლაპარაკის დროს, იმიტომ რომ უფრო კარგად ჩანს შენი ენა. დიახ. გაჩვენებთ ახლა აქ ჩამოვწერე ეს ზმნა დავწერე, აგრეთვე დავწერე წინადადებებიც და გაჩვენებთ როგორია ზოგადად, როგორ ვაკეთებ. როგორც ხედავთ, ვაუღლე აწმყო დროში, მხოლოდ აწმყო დროში. გვერდით ჩამოწერე სიტყვები, აი ეს სიტყვები, ეს სიტყვა მაგალითად ვიცოდით, სეროვნიკ, ესეც შემხვდა სხვათა შორის. ამ წიგნში ზოგადად ეს სიტყვები შემხვდა ამ წიგნში, მაგრამ ეს სიტყვები ნაწარმოები ამ ზმნისგან. ამიტომაც როგორც ქართველი და ზმნის მოყვარი ადამიანი, რა თქმა უნდა ვაუღლე ზმნა, თავარი რამ ჩემთვის არის ზმნა, ვაუღლე ზმნა და შემდეგ აი ამ ზმნისგან და აგრეთვე ამ სიტყვებისგან დავწერე წინადადებები. 6 წინადადება, მაგრამ მე ვფიქრობ საკმარისია. და დარწმუნებული ვარ, აი ეს სიტყვა ცეროვაჩ მემახსოვრება ალბათ სიკვდილის ბოლომდე. შეიძლება არ გამოვიყენო, შეიძლება დამავიწყდეს კიდევაც, მაგრამ როცა წავიკითხავ უკვე მემახსოვრება აუცილებლად თუ რაც ნიშნავს. ეს იყო მხოლოდ მცირე მაგალითი თუ როგორ სწავლობ ერთ სიტყვას ერთ უცხო ენაში. შემდეგ ვიდეოსთვის შემოგთავაზებთ ქართველურ ენას როგორ სწავლობ, ეს არის ლაზური ენა, დაახლოებით მთლიანობაში ალბათ 1 წელია რაც დავიწყე სისტემატიურად და დაახლოებით უკვე 3 თვეა რაც მასწავლებელი მყავს. ყველაფერს დეტალურად გეტყვით, გაჩვენებთ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გამოგადგებათ ალბათ თქვენს, ან თქვენ მეგობრებსაც ვინც ახლა იწყებს სწავლას ქართული ენის, შეგიძლიათ თქვენს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, მეთოდები. დიახ, ხო, თქვენ მეთოდებს რაც შეეხება, გთხოვთ დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში თუ როგორ სწავლობდით და როგორ სწავლობთ ახალ სიტყვებს ქართულში ან თუნდაც სხვა ენაში, აუცილებლად დაწერეთ ქვემოთ, აგრეთვე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ გსურთ შემდეგი ვიდეოს ნახვა
და აგრეთვე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აღწერაში შეგიძლიათ იპოვოთ ლინკი, სადაც თქვენ შეძლებთ გახდეთ ჩვენი არხის კომაგი. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღისთვის დაგემშვიდობები და იმედია მალე შეხვდებით ახალ ვიდეოთი. აბა, ნახვამდის.